გამარჯობა, დავიწყოთ Django-ი backend development-ის შესწავლა, მაგრამ ჩვენ გვექნება ოდნავ განსხვავებული სტრატეგია. როგორც წესი, Django-ი development-ს ასწავლიან ხოლმე და პირდაპირ იწყებენ პროექტს ასეთი კომანდით, სანამ ამას გავუშვებთ, ჩვენ უნდა დაინსტალიროთ pip install Django, ვისაც არ გაქვთ ეს კოდი, გავუშვით და დაელოდეთ რამდენიმე წუთი, მერე შეგიძლიათ განაგრძოთ ამ ვიდეოს ყურება. კარგი, Django-ს ასწავლიან ხოლმე ესე. ამბობენ რომ მაშინ უნდა დაწერო Django admin start project და მერე უნდა აქ შეარჩიო project-ის სახელი, დავშოთ my project და ამ კომანდს რო გავუშვებ, ნახეთ შეიქმნა გარკვეული ფოლდერი და ამ ფოლდერში არის კიდევ რაღაცა ფოლდერი და აქ არის რამდენიმე ფაილი. შემდეგ ჩვენ უნდა გადავიდეთ აი ამ project პროფესორად my project ფოლდერში და აქ უნდა შევქმნათ python manage.py start up დავშოთ my app მოკლედ მთელი რიგი პროცედურების ჩავატაროთ. ნახეთ ამანაც შექმნა კიდე ერთი ფოლდერი, რომელშიც ასევე რაღაცა ფაილები არის და შეგინთ რაღაცეები წერია. ხო? უმეტესი მათგანიც არიელია, მაგრამ აი მაგალითად გვაქვს settings წერილი ფაილი, რომელშიც რაღაცეები არის ჩაწერილი, ხო? ესე Django-ს შესწავლო, ვფიქრობ, ცოტა რთული არის. ამიტომ ჩვენ გვექნება ოდნავ განსხვავებული სტრატეგია. ჩვენ დავიწყებთ Django-ს შესწავლას ერთადერთი ფაილიდან, აი ამიდან. app.py ფაილიდან, რომელიც თავიდან არიელია და აი აქ დავწერთ ჩვენ კოდებს. კარგი, ეს არ დაგჭირდება, შეგიძლიათ უბრალოდ წაშალოთ. კარგი, მოკლედ ჩვენ როგორც ნახეთ, გვჭირდება რომ დავაინსტალიროთ Django, ხო? ეს ალბათ უკვე დაინსტალირებული გაქვთ და ასევე თქვენ დაგჭირდებათ რომ დაინსტალიროთ Nano Django, რომელიც დაგვეხმარება აი ზუსტად იმ მიზნის მიღწევაში, რომ ჩვენ Django-ს აპლიკაციის შექმნა დავიწყოთ ერთადერთი ფაილიდან. ხო? აი ესეც აუცილებლად გავუშვით. კარგი. ეხლა პირველ რიგში ჩვენი ამოცანა იქნება, რომ ვისწავლოთ Django-ს ORM-ი, Object Relational Mapper, ასე ითარგმნება. ეს არის Django-ს გზა მონაცემთა ბაზებთან ურთიერთობისთვის. ანუ ჩვენ აი ვისწავლით იმ ენას, რითაც Django-ი ხდება დავუშვათ მონაცემთა ბაზაში ახალი მონაცემის დამატება, რაღაცის წაშლა, გაფილტრა, დასორტირება და ასე შემდეგ. ეს არის პირველი აუცილებელი ნაბიჯი, ვფიქრობ აქედან დაწყება იქნება ყველაზე სწორი. ჩვენ რაღაცების დაიმპორტება დაგჭირდება. შემოვიტანოთ Django DB-დან import models და ამას გამოვიყენებთ ახლა ცოტა ხანში, ზუსტად მონაცემთა ბაზის შექმნისთვის. და ასევე დაგჭირდება from nano Django import Django და აქ დიდი ასოთი დაწერეთ, ეს არ შეგეშალოთ. კარგი, ეს არის რაც დაგჭირდება. ეხლა როგორ უნდა შევქმნათ მონაცემთა ბაზა? ჩვენ შევქმნით SQLite მონაცემთა ბაზას, ცხრილს, ხო? გამოვიყენეთ ამ ცხრილურ მონაცემთა ბაზას და ნახეთ როგორ ხდება Django-ში მონაცემთა ბაზის შექმნა. ჩვენ ეს ყველაფერი უნდა დავწეროთ კლასად. ნახეთ, რას ვაკეთებთ? მოდი პირველ რიგში პრინციპში ამას გეტყვით. ჩვენ გვინდა რომ გავაკეთოთ to-do აპლიკაცია. სადაც მოხმარებლები შეძლებენ თავიანთი ტასკების ჩამატებას, არსებული ტასკების წაკითხვას, შესრულებული ტასკების წაშლას და მსგავსი. კარგი. ამიტომ ჩვენ შევქმნათ ასეთი task კლასი და ეხლა უნდა ჩამოვწეროთ თუ რა გვინდა რომ ერქვას სვეტებს ჩვენს ცხრილში, ჩვენს მონაცემთა ბაზაში. მაგალითად, ნებისმიერ tasks უნდა ჰქონდეს სათაური, ხო? დავწეროთ მოდი title. ასევე completed, ხო? ეს არის ამ კონკრეტული task-ის სტატუსი. ანუ ეს არის შესრულებული თუ ჯერ არ არის შესრულებული. თუ completed იქნება true, ესე იგი შესრულებულია თუ false, ესე იგი ჯერ არ არის შესრულებული. აი ესეც ვაკონტროლოთ და ასევე გქონდეს კიდე ერთი სვეტი ჩვენს მონაცემთა ბაზაში. ეს არის created, ანუ როდის შეიქმნა კონკრეტული task-ი, აი ესეც რო ვაკონტროლოთ, ამაზეც რო გქონდეს ინფორმაცია. კარგი, აი ეს სამი სათაური ექნება ამ ჩვენს მონაცემთა ბაზას. ეხლა ნახეთ, ეს ამ წუთას შეიძლება რაღაცები შეგვიძლია დავწეროთ, მაგრამ ეს უბრალოდ Python-ის კლასი იქნება და მეტი არაფერი. ამას შეჯერობით Django-სთან საერთო არაფერი არ აქვს. მაგრამ აი როგორც კი ჩვენ ნახეთ ამ კლასს მემკვიდრეობით მივაღებინებთ გარკვეულ თვისებებს აი ამისგან, რომელიც აქ შემოვიტანეთ ჩვენ models და model-ში არსებობს model კლასი და ჩვენი აი ეს უბრალო Python-ის კლასი task-ი ეხლა გახდება ბევრად უფრო მეტი
რაღაცის შემძლე. გარკვეული ახალი თვისებებით აფუჭურვეთ ის. იმიტომ რომ მემკვიდრეობით მივაღებინეთ გარკვეული თვისებები აი ამ model class-ისგან. კარგი. ეხლა ნახეთ, როგორ უნდა შევქმნათ მართლა რეალურად აი ეს title სვეტი. ჩვენ შეგვიძლია დავწეროთ models წერტილი და ეს title სვეტი აქ უნდა ჩაიწეროს რაღაცეების სიტყვიერად, ხო? თუ ჩვენ გვინდა რომ სპეციალურად ისეთი სიტყვა შევქმნათ, სადაც აი სიტყვიერად უნდა ჩაიწეროს რაღაცეები, ჩვენ models-იდან უნდა ავირჩიოთ აი ესეთი character field. აი ნახოთ კიდე რა. ნახეთ აი ეს completed იქნება true and false. აი ამისთვის შეგვიძლია ავირჩიოთ boolean field, ანუ true და false-ისთვის. და აქ, ვინაიდან აქ დროზე არის საუბარი, აქ გვექნება date time field. აი ესეთი. ეხლა, აქ ჩვენ შეგვიძლია დავაზუსტოთ მაქსიმუმ რა რაოდენობის სიმბოლო შეუძლია ადამიანს რომ აქ ჩაწეროს. ნახეთ, max length. აი ამ პარამეტრის value დავუშვათ იყოს 100. ეხლა title მიიღებს მაქსიმუმ 100 სიმბოლოს. Completed models წერტილი boolean field. ეს ან true იქნება ან false. და მივცეთ ამას გარკვეული ნახეთ default რაღაცა საწყისი მნიშვნელობა, რომ თავიდან ყველა task-ი, რასაც ადამიანები მომხმარებლები ჩაამატებენ, იყოს false. მე შეგვიძლია ზოგიერთი გავხადოთ ჭეშმარიტი, როცა შესრულდება ისინი. და აქ უნდა ვაკონტროლოს დრო, ხო, როდის შეიქმნა თითოეული task-ი. ეს ჩვენ მთლიანად უნდა გადავაბაროთ Django-ს. ნახეთ, ასეთი პარამეტრი არსებობს auto now add და თუ მონიშნავთ მას როგორც truth, Django ავტომატურად ჩვენი ჩარევის გარეშე, როცა task-ი შეიქმნება, და ვნახავთ ახლა როგორ უნდა შევქმნათ მონაცემთა ბაზაში რაღაც task-ები, გავაკეთებთ ამ ყველაფერს. ნახეთ, ავტომატურად Django მიანიჭებს მას იმ დროსა და თარიღს, როცა ის შეიქმნა ჩვენი მონაწილეობის გარეშე. კარგი. აი ეს არის ჩვენი მონაცემთა ბაზა. ეხლა უბრალოდ უნდა დავწეროთ, ხო, ნახეთ აქ ერთი პატარა დეტალი გვჭირდება. დავწეროთ app უდრის Django. აი ასე. ეს არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ გარკვეული setup-ები მომზადდეს, წინასწარი სამუშაოები იმისთვის, რომ ჩვენ მას Django-ს აპლიკაცია მიმუშაოს. აი ამისთვის გვჭირდება ეს. და შემდეგ უბრალოდ უნდა დავწეროთ app წერტილი run. ეგ არის და ეგ. მონაცემთა ბაზა შეიქმნება, როგორც კი ჩვენ ამ კოდს გავუშვებთ. აი მოდი გავუშვათ. და შევხედოთ აქ რაღაცეები მოხდა. და მოდი ნახეთ SQLite 3 გამოჩნდა. შევიდეთ აქ და როგორც ხედავთ, აი ესე გამოიყურება ჩვენი მონაცემთა ბაზა. აქ გვაქვს ზუსტად ის სვეტები, რაც ჩვენ შევქმნით. ნუ ეს ID ვიცით რომ ეს ამას ავტომატურად აკეთებს Django ჩვენთვის. გვაქვს title, რომელიც ჩვენ შევქმნით, completed და created. თუ თქვენ ამ მონაცემთა ბაზის გახსნა ვერ შეძლებთ, თუ ასე არ გიჩანთ, შეგიძლიათ რომ დააინსტალიროთ SQLite extension-ი, მაგალითად ეს, მე ეს მიყენია და შემდეგ შეძლებთ რომ აი ესეთნაირად შეიხედოთ აი ამ მონაცემთა ბაზაში. კარგი. ეხლა როგორ შეგვიძლია რომ აქ ჩავამატოთ ჩვენ ამ მონაცემთა ბაზაში, ჩავამატოთ რაღაცეები. ამისთვის მე მინდა რომ გამოვიყენოთ Python-ის ინტერაქტიული აი shell, ასე ქვია ამას. აი ნახეთ რაზე მაქვს საუბარი, ალბათ იცით თქვენ რომ ტერმინალში რომ ჩაწეროთ Python, თქვენ გადახვალთ აი ამ ინტერაქტიულ shell-ში, ხო, shells უწოდებენ ამას, სადაც ჩვეულებრივად შეგიძლიათ გავუშვათ გარკვეული კოდები. მაგალითად print hello world. რო დავაჭირო enters, ეს კოდი გაეშვება. სხვადასხვა აქ print-ის გამოყენებაც არ არის საჭირო. მე რო უბრალოდ hello დავწერო და ეგრევე enters დავაჭირო. დავინახავ ჩვენს hello-ს. ასევე შემიძლია შევასრულო ჩვეულებრივად მათემატიკური მოქმედებებით, არც ამისთვის არ დაგჭირდა print-ი, ეგრევე გამოგვიტანა შედეგი. და აქედან რომ გამოვიდეთ, უნდა დავწეროთ exit და აი ნახეთ დასრულდა ჩვენი ეს ინტერაქტიული Python-ი. კარგი. ეხლა ანალოგიური რო შევქმნათ ჩვენ Django-სთვის, აი უბრალოდ ეს კოდი შეგიძლიათ აბსოლუტურად ბრმად გადააკოპიროთ, რასაც ეხლა დავწერთ, მე დავაიმპორტებ import code
და შემდეგ ეს დროებით გავაუქმოთ, იმიტომ რომ მონაცემთა ბაზა უკვე შექმნილი არის. ეხლა ცოტა ხანი არ დაგვჭირდება ის. და უბრალოდ დაწერეთ code interact local და globals. აი სულ ეს არის. globals, აი ეს. შეგიძლიათ უბრალოდ რაღაცა ისე ზედმეტი ფიქრის გარეშე დააკოპიროთ ეს. არც გავამახვილებ, ხო, ამ წუთას ამაზე დიდ ყურადღებას, ეს მოგცემს შესაძლებლობას, რომ ეს ინტერაქტიული shell-ი გქონდეს და შევძლოთ აი ამ მონაცემთა ბაზაში რაღაცების ჩამატება და ასე შემდეგ. კარგი, მე ახლა გავუშვებ ამ კოდს, ნახეთ რა ღილაკით და აი მივიღეთ ესეთი ინტერაქტიული გარემო. სპეციალურად ჩვენი Django-სთვის. კარგი. ეხლა უნდა დავიწყოთ ჩვენ იმის შესწავლა, თუ როგორ გვაძლევს Django საშუალებას მონაცემთა ბაზაში გარკვეული task-ები. ამ შემთხვევაში ხო, ჩვენ task-ებზე ვსაუბრობთ, რაღაც task-ი შევქმნათ, თავისი title-ით, აი დასრულების სტატუსით, ხო? შექმნის დროით და მთელი ამბებით. კარგი. პირველ რიგში, ნახეთ, აი როგორ გამოიყურება ეს ბრძანება. ჩვენ უნდა დავწეროთ, ნახეთ, რა ქვია ჩვენს კლასს. ამას ქვია task-ი. მე უნდა დავწეროთ task objects და all მაგალითად ნახოთ ასეთი ბრძანება. ეს რას გვიკეთებს? ეს რო გავუშვათ, ნახეთ, დაგვიბრუნდა ასეთი ცარიელი query set-ი. მოკლედ, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ბაზაში ეხლა არაფერი არ არის, რაც ნამდვილად შეესაბამება სიმართლეს. ეხლა ვნახოთ, როგორ ჩავამატოთ შეგნით გარკვეული ობიექტები. დავწეროთ task objects create და მაგალითად title address learn Django აი ასეთი ხო და როგორც კი enter-ს დავაჯერთ აი ეს task-ი დაემატება ჩვენს მონაცემთა ბაზაში და აკვირდით რომ მე აქ არ დამემატებია აი ეს completed status იმიტომ რომ მაგისთვის ჩვენ default მნიშვნელობა გვაქვს false ამიტომ ამის დამატება საჭირო არ არის და ასევე მე არ შემივსია ეს ვსვეთით იმიტომ რომ ამას აი როგორც კი მე ჩვენ enter-ს დავაჯერთ როგორც კი შეიქმნება ესეთი task-ი მონაცემთა ბაზაში Django ავტომატურად მიანიჭებს მას კონკრეტული დროს როცა ეს მოხდა კარგი, მოდი დავაჭიროთ enter-ს და შვენიერი. ერორი არ გვაქვს, მოდი შევიხედოთ მონაცემთა ბაზაში და აი ვნახოთ, რომ ჩვენი task-ი შეიქმნა. აგერ არის დრო. კონკრეტულად მისი შექმნის, ხო? აი ეს არის დრო. აქ ხედავთ completed. SQLite-ში ჩვენ true და false არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს 0 და 1. ამ შემთხვევაში false-ის ანალოგი არის 0, მაგიტომ არის 0. Title, ეს არის learn Django. და ნუ ID რა თქმა უნდა ესეც ავტომატურად მიანიჭა Django-მ ჩვენთვის. კარგი. ეს იყო პირველი, მოდი ახლა აი რაც უკვე ვიცით, მაგათაც ჩვენ ვიცით task objects all ეს კომანდი, მოდი დავაჭიროთ enter-ს და აი როგორც ხედავთ, ნახეთ, ცარიელი კი აღარ არის, როგორც წინაზე იყო. ეხლა უკვე შეგნით რაღაცა არის. ნუ კერძოდ ეს არის ერთი ობიექტი. მოდი მეორეც დავამატოთ, ამას დავაკოპირებ ახლა. და დავწეროთ მაგალითად cook meal რაღაც ესეთი. ხო დავუშვათ რაღაც საკვები უნდა მომამზადო და ემატა ეგეც ჩვენს მონაცემთა ბაზაში. ჩავამატოთ ასევე go to gym ასეთი task-ი და მოდი კონდეს კიდე ერთი. ეს არის უბრალოდ რომ შეხსენება იმის შესახებ რომ დავლიოთ რა შეიძლება ბევრი წყალი. კარგი. აი ესე გამოიყურება ახლა ჩვენი მონაცემთა ბაზა. კარგი, მოდი ეხლაც გავუშვათ ჩვენ აი ის კომანდი task objects all. ამ ნახოთ რამდენი task-ი გვაქვს ახლა მონაცემთა ბაზაში, აი ეს არის ერთი, აი მძიმით არის გამოყოფილი task-ები. ეს არის ID-ები, ხო? ID1, ID2, ID3. თუმცა ნახეთ, ჩვენ აქ ვერ ვხედავთ ეს პირველი კონკრეტულად რომელი task-ია. მაგრამ შეგვიძლია დავინახოთ. ნახეთ, მოდი გამოვიდეთ დროებით ამ ინტერაქტიული გარემოდან და ჩვენ თუ ამ task class-ს გავუკეთებთ
აი ესეთ under methods. რომელიც დააბრუნებს self titles. აი ეხლა უკვე როცა მე ჩვენ აი კიდევ ერთხელ გავუშვებ ხა მე ამ კოდს. შევედით ამ ინტერაქტიულ გარემოში და გავუშვათ მოდი task objects და ვნახოთ რა მოგვცა აი ამის დამატებამ. აი ეს დავწეროთ და გავუშვათ და ნახეთ უკვე მე მიჩანს აი იმ კონკრეტული task-ების title-ები. Learn Django, cook meal, go to gym და drink water. ან რაც რეალურად არის ჩემს მონაცემთა ბაზაში. აი ამან მოგვცა ამის შესაძლებლობა. თუ აქ self titles კი არის ამდით მაგათად self completed, მაშინ უბრალოდ დაიბეჭდებოდა თითოეული ამათი ეს completed სტატუსი ასე თქვა და ესეთი რეპრეზენტაცია, ესეთი ვიზუალი ექნებოდა თქვენს task-ებს ტერმინალში. მაგრამ ალბათ ჯობია რომ სათაურებით დავინახოთ თითოეული მათგანი. კარგი. მოდი ვნახოთ კიდევ რამდენიმე კომანდი, რითაც მონაცემთა ბაზასთან შეგვიძლია ურთიერთობა Django-თი. მოდი მე გაჩვენებთ აი ასეთს. მაგალითად task objects first. ეს დაგვიბრუნებს იმ პირველ ობიექტს, რაც არის ჩვენს მონაცემთა ბაზაში. ეს არის learn Django. თუ დავწერთ task objects last, ეს გვეტყვის რა არის ბოლო ჩვენს მონაცემთა ბაზაში, რომელიც არის drink water. კარგი. ეხლა ვნახოთ როგორ შეგვიძლია ჩვენ მივიღოთ აი მაგალითად task objects get და მე მაინტერესებს აი არა ყველა ან პირველი ან ბოლო. აი კონკრეტულად აი დავშოთ მესამე. მაშინ აი ეს არის ერთ-ერთი გზა, მე მივუდითებ მის ID მისამართს და უნდა გამოვიყენოთ აქ get. ეხლა კონკრეტულად ჩვენ მოგვეცემა go to gym, რომ ეს არის მესამე. ასევე ჩვენ შეგვიძლია ნახეთ პრინციპს ჩვენ ნახეთ task objects create ხო ასეთი გზა მონაცემთა ბაზაში შეტანის ხო ახალი ინფორმაციის. მაგრამ ასევე შეგვიძლია უფრო მარტივადაც ნახეთ task title და მოდი გავაკეთოთ learn Python. აი ესეც შეინახავს მონაცემთა ბაზაში უბრალოდ ჯერ შეინახავს. ნახეთ ამას აკლია ესეთი რაღაც. ჩვენ შეგვიძლია რომ დავწეროთ task orders აი ამას. მე ხა დავაჭერ enters და თუ ასეთი გზით გინდათ რომ შექმნათ ეს ჩანაწერი, მაშინ მე task-ი უნდა დაასეივოთ აი ეს. task წერტილი save. და ეხლა რომ დავაჭეროთ enters და შევიხედოთ მონაცემთა ბაზაში, აი ვნახოთ რომ ეგეც დაემატა. კარგი, ეს არის მოგეთ კიდევ ერთი გზა. ვნახოთ ეხლა როგორ შეგვიძლია გავფილტროთ ჩვენი მონაცემები, მაგალითად task filter. მოდი ვქნათ ესე completed orders ჩვენ აქ არც ერთი არ აქვს შესრულებული. მოდი ვნახოთ completed false. აი ესეთი ხო, რომლებიც არ არის შესრულებული. ხო, უნდა გვაკლია task objects. აი ესე. კარგი. ამ შემთხვევაში უბრალოდ ყველა გვაჩვენა. მაგრამ აი შეგვიძლია გავაკეთოთ ესეთი რამე. დავუშვათ, დავწეროთ task, აი კონკრეტულად მოდი task objects get. მაგალითად შევასრულოთ აი ეს. ნახეთ როგორ შეგვიძლია ამის შესრულება ჩვენ task წერტილი completed. შეგვიძლია გავხადოთ true. და მოდი დავაჭიროთ enters და შევიხედოთ ჯერჯერობით აქ ცვლილება არ მომხდარა, მაგრამ ჩვენ თუ გავაკეთებთ task წერტილი save დავაჭერთ ისევ enters და ეხლა რომ შევიხედოთ, აი ნახეთ მეორე კონკრეტულად ამ cook meal-ი გახდა ერთი სტოლი, ანუ true, ანუ ის არის უკვე შესრულებული. მოდი ახლა გავფილტროთ task objects filter completed orders. მოდი ვნახოთ, კარგი, მოდი ვნახოთ true. და ამ შემთხვევაში name tags. დავაკოპირებ, მოდი გავასწოროთ შესტომა.
აქ უნდა გვეწეროს tasks. Tasks objects name tasks. Просто task. Подожди. ეს. და მივიღეთ ის ერთადერთი ჩანაწერი ჩვენს მონაცემთა ბაზაში, რომელიც არის შესრულებული. კარგი. ეხლა მოდი ვნახოთ როგორ შეგვიძლია კონკრეტული task-ის წაშლა. მაგალითად task objects get მოდი რახან შევასრულეთ ეს ჩვენი მეორე outget და აი კონკრეტულად ეგ დავშალოთ. ჯერ მოვიხელთოთ აი ჩვენს task ცვლადში, ნახეთ აი task-ი დავბეჭდოთ. აი ესე გამოიყურება ჩვენი task-ი, ეს არის cook-meal-ი და ნახეთ წაშლა რა მარტივად ხდება. უბრალოდ უნდა დავწეროთ task delete აი ესე. ეგ არის. ეხლა რო შევიხედოთ ჩვენს მონაცემთა ბაზაში. აი მეორე ID-ის მქონე ჩანაწერი, რაც გქონდა ის აღარ არის. კარგი. ვნახოთ ეხლა ასეთი. მაგალითად task objects და აი დავუშვათ მე მაინტერესებს აი არა ყველა, არამედ დავუშვათ პირველიდან დაწყებ აი ესე. აი ესე. აი პატარა აი slicing-ი როგორც გვაქვს Python-ში. აი ეს რაღაცა გვაქვს. აი აქ Django-ს ORM-შიც. ეხლა დაიბეჭდა learn Django, ნუ პირველი ელემენტი მხოლოდ 2, ხო? იმიტომ რომ ჩვენ გამოვითხოვეთ იქიდან მხოლოდ 2 ჩანაწერი. კეთილი. მოდი ვნახოთ ასევე task objects წერტილი count მაგალითად count და ეს ხო მოკლედ ეს ამას სულ შეცდომით task objects all count და ეს გვეტყვის რომ ჩვენს მონაცემთა ბაზაში არის მხოლოდ 4 ჩანაწერი. კარგი, ვნახოთ კიდე რამდენიმე და შეგვიძლია უკვე რომ დავასრულოთ ეს ნაწილი ჩვენი ტუტორიალის და შემდეგ ვიდეოში შემოგთავაზებთ კიდე სხვა რაღაცებს. მოდი ვნახოთ ესეთი task objects filter title და მე მაინტერესებს ისეთი სათაურები რო გავფილტრო რომლებიც შეიცავს სიტყვას დავუშვათ Django. აი ეს რო გავუშვათ, აი გვიპოვა ეგეთი. თუ რამდენიმე იქნებოდა, მაგებსაც გვიპოვიდა. და სანამ აქ ვართ, მოდი ვახსენოთ, რომ გვაქვს კიდე ესეთი I contains, რაც ნიშნავს იმას, რომ მაგალითად თუ მონაცემთა ბაზაში იქნებოდა Django, ოღონდ დავუშვათ პირველი ასო იქნებოდა დიდი. ეს მაგას ვერ იპოვიდა, მაგრამ I contains-ი იპოვიდა ეგეთსაც და გვეტყოდა რომ ესეთი არსებობს მონაცემთა ბაზაში. ანუ insensitive გადამოწმებას აკეთებს. ანუ დიდი ასოს მიმართ არ არის სენსიტიური, ასე ვთქვათ, ხო? კარგი. ეს რო გავუშვათ, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ორივე გვიპოვეს. თორემ მეგონი არ გვაქვს ეგეთი ჩვენ რაღაც დიდი ასოებით, და ყველაფერი გვიწერია პატარა ასოებით. კეთილი. კარგი, მოდი აქ დავასრულოთ, ხო? არ იყო პრინციპში ცოტა ფუნდამენტები ვნახეთ, როგორ უნდა შევქმნათ, როგორ უნდა წავშალოთ, გავფილტროთ. ხო, პრინციპში გაჩვენებთ კიდე ერთსაც task objects order by. და აი ჩვენ შეგვიძლია ესენი დავალაგოთ, აი created რო გვაქვს ჩვენ, აი order by ეხლა დაალაგებს ამ task-ებს იმის მიხედვით, თუ რომელი შეიქმნა, აი ნახეთ რო გავუშვათ, რომელი შეიქმნა, ანუ ზრდადობით ალაგებს. ჯერ ხო learn Django შეიქმნა, მერე ეს. თუმცა ჩვენ შეგვიძლია იგივე ოღონდ
პირიქით დავასორტიროთ. ანუ ახლა ეს რო გავუშვათ, ნახეთ პირველი გვექნება learn Python, ანუ ყველაზე ბოლოს რაც ჩავამატეთ, ახლა ეგ გვაქვს პირველი. თუკი აქ ჩავუწერთ ამას მინუსი. კარგი, ეს იყო ჯერჯერობით, რაც დაგჭირდება, უბრალოდ ყველაფერი არ დაგჭირდება, რაღაც ნაწილი აქედან ჩვენი პროექტისთვის და დაელოდეთ შემდეგ ვიდეოს.